თავი 27. გათენებისას ღმრთელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს, გამგებელს. როცა იუდამ, რომელმაც იესო გასცა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა 30 ვერცხლი ღმრთელმთავრებს და უხუცესებს. უთხრა: შევწოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი. მათ კი უთხრეს: ჩვენ რა? შენიც. დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: დაუშვებელია ამის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: დააიღეს 30 ვერცხლი საფასი შეფასებულისა, ვინ შეფასდა ისრაელიანთა მიერ და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. ხოლო იესო წარსდგა გამგებლის წინაშე და ჰკითხა მას გამგებელმა: შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესომ კი უთხრა: შენ ამბობ. როცა ბრალს დებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხნია. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ? არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუწია პასუხი, ასე რომ ძალიან უკვირდა გამგებელს. დღესასწაულზე ჩვეულება თქონდა გამგებელს. ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. ხოლო მაშინ ყავდათ ცნობილი პატიმარი ბარაბა წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: ვინ გსურთ რომ გაგინთავისუფლოთ? ბარაბა თუ იესო, ქრისტე წოდებული? ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. როცა ის სამჟავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმრად ბევრი ვიტანჯე მაგის გამო. ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. ასე უპასუხა და უთხრა მას გამგებელმა: ამ ორიდან რომელი გსურთ რომ გაგინთავისუფლოთ? მათ უთხრეს: ბარაბა! უთხრა მათ პილატემ: იესოს რა გავუყო? ქრისტე წოდებულს? ყველამ თქვა: ვარცხული იქნე! ხოლო მან თქვა: რა ბოროტება ჩაუდენია? მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ. ვარცხული იქნე! პილატემ რა კი დაინახა, რომ ვერაფერ შველის, არამედ შფოთიც კი იწყება. აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო არა მართლის სისხლისაგან, თქვენიცი. თელმა ხალხმა მიუღო პასუხად. ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგის სისხლი! მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი. მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამშაბროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს იუდეველთა მეფე. დააფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააწვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი და აიძულეს იგი მისი ჯვარი ეტარებინა. მივიდნენ ადგილას, რომელსაც ქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და რომ იგემა დალევა არ ინდომა. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
მის თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება. ეს არის იესო, იუდეველთა მეფე. მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ. გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას. ამბობდნენ: ტაძრის დამანგრეველო და 3 დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი თუ ღვთისძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვებს იხსნი და საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდე ჯვრიდან და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი თუნებავს. ვინაიდან თქვა, ძე ღვთისა ვარო. ასევე მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას. ხოლო მე-6 საათიდან 9 საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა. მე-9 საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით. ელი, ლამა საბაქთანი. რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე. იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო. უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად. სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ნახოთ თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად. ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა. და აჰა, ტაძრის კრეფსაბმელი გაიხა ორად ზემოდან ძირამდე და შეიძრა დედამიწა და კლდეები დასკდა. სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდა სხეული აღდგა. გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმინდა ქალაქში და ბევრს ეჩვენენ. ხოლო ასის თავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: ეს ჭეშმარიტად ღვთისძე იყო. იქ იყო აგრეთვე შორით მზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოხვდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა. როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა მიეცათ. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარს დიდი ლოდი მიაგორა და წავიდა. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ. მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან. თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ სანამ ცოცხალი იყო თქვა, 3 დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ უბრძანე, მე-3 დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან, ყდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება. უთხრა მათ პილატემ: თქვენ გყავთ დაცვა. წადით და udaraჯეთ როგორც იცით. ისინი წავიდნენ. სამარხი უსაფრთხო ხვეს, დაბეჭდეს და დაცვა დაუყენეს.